მოგესალმებით მეგობრებო, ახლა გავაკეთებ საჭირო გაშლას, თუ რას უნდა ელოდოთ ჩაფიქრებული ადამიანისგან, მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს თქვენთან მიმართებაში, უფრო კონკრეტული შეკითხვა ეს არის. დასტა რომელი მინდა რა ცოტა ისეთი მინდა, მოდი ეს იყოს. რატომაც არა. კაი არა, უშასმელი ავი. რას უნდა ელოდებოდეთ ჩაფიქრებული ადამიანისგან, განმოდგავს თუ არა რაიმე ნაბიჯს და რატომაც არა პირველი ვარიანტი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ჩქარობს. და მეორე ვარიანტი ვიკითხოთ, რას უნდა ელოდებოდეთ ღმერთო ჩემო. რა ხდება? ვიღაცას ძალიან აინტერესებდა ეს გაშლა, ხო, აშკარად. კაი, პირველი ვარიანტისთვის ისინი დავტოვოთ. რას უნდა ელოდებოდეთ, გავიგეთ და რას მოიმოქმედებს, ან თუ მოიმოქმედებს საერთოდ რამეს. მეორე ვარიანტი და სად წავიდა? კარგი მე ვიყავი. და მოდი მესამეც მინდა. მესამე ვარიანტი, რას უნდა მოელოდოთ ჩაფიქრებული ადამიანისგან და საერთოდ გადმოდგავს თუ არა ნაბიჯი საერთოდ რაიმეს, რამდენი საერთოდ თქვი, კაი არა უშავს. უნდა მოელოდოთ თუ არა რაიმეს ჩაფიქრებული ადამიანისგან. როგორი ენერგიული დასაწყისი გქონდა? მოდი ესე მოვიქცეთ. პირველი ვარიანტისთვის აი ეს იყოს. მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს კოლბა. მესამე ვარიანტისთვის აი ეს იყოს. აი ეს. მოკლედ ყვითელი კი არ ჩანს კარგად. პირველი, მეორე და მესამე მოკლედ. ასე ჩვენი არკანები. პირველი, მეორე, მესამე მედი მაქვს ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფესებო და ეხლა დავიწყოთ. მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე. რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება და უნდა ელოდებოდეთ თუ არა საერთოდ რამეს. პირველი ვარიანტი. აი ეს პეტიცინა. საყვარელი კოლბა ვინც ჩაიფიქრეთ. ვაუ. უნდა ელოდებოდეთ თუ არა რაიმე სამ ადამიანისგან და მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი უფრო სოციალურ ქსელებში შეიძლება გააქტიურდეს თქვენს გამო, ან შეიძლება სპეციალურად დაიწყოს რაღაცის დაპოსტვა, დადება, გასთორვა, ხო? უფრო აი სოციალური ქსელების მეშვეობით, შორიდან, დისტანციიდან შეიძლება ცდილობდეს, რომ თქვენი ყურადღება მიექციოს და თქვენი ყურადღება მიიპყროს. ეს სოციალური ქსელებით ეცდება ხოლმე თავის შეხსენებას თქვენთვის და იცი მე რა მაინტერესებს ეს უბრალოდ რაღაცებს დადებს თავის გვერდზე თუ თქვენც მოგწერთ და უშუალოდ თქვენამდეც მოვა თუ ესე უბრალოდ თვალებში გიჭირებათ რა არის მისი გეგმა ხო აი თქვენთან მიმართებაში ვიცით რა სხვათა შორის მე ვფიქრობ კომუნიკაციაზე გამოსვლაც შეიძლება იყოს ამ ადამიანის მხრიდან. ოღონდ ეს უნდა შეეხებოდეს ისეთ საკითხს, რაშიც ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ შეიძლება საერთო აზრი, საერთო ინტერესი გქონდეთ, ხო? ანუ რაღაც ისეთ თემაზე უნდა მოვიფიქრე, კი და მოვისაზრე, გავიგე, მივხვდი. ადამიანი შეეცდება დაპოსტოს თუნდაც სოციალურ ქსელებში ან გასთოროს რაღაც ისეთი, რასაც ფიქრობს, რომ როგორც მას, ასევე თქვენც გაინტერესებთ და უფრო მგონია, რომ შეიძლება თქვენი კომუნიკაციაში აყოლვა სცადოს ასეთი ფორმით და ასეთი გზით სხვათა შორის. ასეთი ვარიანტიც შეიძლება რომ განვიხილოთ. კი ბატონო. ეს არის პირველი ვარიანტისთვის, შემეძლო რომ მეთქვა ჩემო ძვირფესებო. მე თქვენ გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში. დღეს ესეთი პატარა კუსკუსა საჯარო გაშლა გექნება. და მეორე ვარიანტთან ნახოთ გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მე ახლა ვიმიყურავთ. ასევე მეორე ვარიანტთან რაც გვაქვს ეს სადავთ და იქ იყოს. უნდა მელოდებოდეთ თუ რა რაიმეს ჩაფიქრებული ადამიანისგან მოქმედება. მოდი პირდაპირ გეტყვით, არა.
ძალიან არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ადამიანებს ვიღაცეები მის გარშემო პირიქით ეუბნეოდნენ, უბიზგებდნენ, მოტივაციას აძლევდნენ, რომ თქვენამდე მოვიდეს ეს ადამიანი რაღაც ქნას, გააკეთოს, ხო? არა, აი ვერ დაძრა ვერავინ და ვერაფერმა რა, არ ვიცი, ესეთი რაღაცა გახევებული და გაძგლებული. უნდა ელოდებოდეთ რაიმეს ამ ადამიანისგან. უიმე აი როგორი ადამიანები პირდაპირ გეტყვით ნატრის ხე ციგნიც არის ფილმიც არის ნანახი გაქვთ ან წაგიკითხავთ ხო ძალიან ცნობილი ალბათ ნანახი აი ელიოზი როა ნატრის ხეში როა და სულ თავის ოცნებებშია და თავის წარმოდგენებში აი ეგეთი ელიოზი ყავთ ეხლა აქ თქვენ თავის ფანტაზიებში ყველაფერი ნახა, ყველაფერი წარმოიდგინა, ყველაფერი დაუშვა, უკვე თქვენთან ყველაფერი შექმნა. კიდეც მოვიდა, კიდეც აიწყო ცხოვრება მის ფანტაზიებში, მის ოცნებებში. ეს არის ელიოზი, თავი დაანებეთ. აი აღარ შეიფიქრეთ ხომ ეს ადამიანი აღარასდროს ვინმე სხვა შეიფიქრეთ. სისულელე, ეს არაფრის მოქმედებელი კი არა, მოდი პირდაპირ გეტყვით, ძალიან უხეშად ჭირდეს, მაგრამ არაფრის მაქნისი ეს ზოგადად ცხოვრებაშიც ეგეთი ადამიანი შეიძლება იყოს, ცოტა უნიათო. როგორ გამოგილანძღოთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა ეგეთი და მე რა ვიყო ხა. მე ხო ვერ შევცვლი და გადავაკეთებ. მესამე ვარიანტი, უნდა ელოდებოდეთ რაიმეს ამ ადამიანისაგან და მოიმოქმედებს თუ არა რამეს, რა საინტერესოა. так. მოდი პირველი არკანი დავაკონკრეტოთ. რა ხდება ეს? ვის უბედავს? ჩემო ლამაზებო, ჩემო ყოჩაღებო. ვინ ჩაიფიქრეთ მესამე ვარიანტი? რასა მიმანიშნებს ეს არკანი? უნდა მოელოდებოდეს მესამე ვარიანტი მისი ადამიანისაგან რაიმეს მოქმედებას. კი, უბრალოდ ესე მალე და სწრაფად არ იქნება, მე მინდა რომ ესე დაგიკონკრეტოს და გითხრათ, ეს ადამიანი არ ჩქარობს. ზოგადად ეგეთი დინჯია და გაწონასწორებული, ამას ესე მარტივად ვერ დაძრავთ. მაგრამ არა უშავს. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და თან ეს ისეთი ტიპია. დამიჯერეთ გირჩევნიათ რომ დაელოდოთ. თვითონ თავისი ტემპით აკეთოს ყველაფერი. ასეთი ადამიანის ლოდინი ღირს. დამიჯერეთ. ვიცი რასაც ვამბობ. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან კონკურენტუნარიანია ეს ადამიანი. და რომ ხედავს იმას, რომ თქვენ სხვებისთვისაც ესეთი სასურველი და ესეთი როგორ გითხრათ, სასურველი და მოსაწონი სხვებისთვის, ხო? ანუ საპირისპირო სქესის მხრიდან, ხო? აი ეს მასში აჩენს კონკურენციას, ხო? აი შეგრძნებას და ბევრად უფრო აქტიური გახდება, როცა აი მაგას დაინახავს. ოღონდ ეხლა ხელოვნურად რაღაცა ის კი არ მოაწყოთ, არა. ბუნებრივად მოხდება ეგ, მოვა მაგისი დროც და უფრო აი გაზაფხული იდეაში ახლა როცა ამ ვიდეოს ვწერი ისედაც კი მარტია, მაგრამ აი მართლა გაზაფხული რო დადგება უკვე რო გაყვავდება და უფრო რო დაეწყობა ბუნებას, უფრო აი ეგ მაგ პერიოდში ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ ადამიანის მაისში სხვათა შორის, აი მაისი წამოვიდა ძალიან შეიძლება ამ ადამიანის მხრიდან მოქმედება. ოღონდ აი თქვენშიც ისეთ სერიოზულ და გაწონასწორებულ ადამიანს ხედავს, თვითონაც ეგეთი ხო გითხარით, ძალიან დინჯია, ჩამოყალიბებული, საქმიანი, აი ძალიან დამჯდარი ტიპია. და თქვენშიც ხედავს იმას, რომ რაღაცა საშუალო სტატისტიკური რაღაც
ცხოვრების სტილის მქონე ადამიანი არ ახართ. აი ძალიან გაწონასწორებული, ინტელექტუალური, თითოეულ სიტყვას რომ აწონდაწონის სანამ ხმამაღლა გააჟღერებს. ხო, აი ესეთ ადამიანს ხედავს თქვენში და შეინარჩუნეთ ეს თქვენი თავდაჭერილობა, თქვენი ინტელიგენტური, ასე ვთქვათ, ატმოსფერო, რაც შექმნილი გაქვთ, ხო? აი შეინარჩუნეთ ეს ტონი, ეს ხასიათი, ეს სტილი. ხო, რომ ეს ადამიანი მოვიდეს თქვენამდე, იმიტომ რომ აი ახლა ამ მომენტისთვის ადამიანი კი ხედავს, რომ შეიძლება თქვენ შორის რაღაცა განსხვავება არსებობდეს, ახლა ხო, ნუ ყველა ეს ხან ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს ბოლომდე და ხედავს ამ რაღაცა განსხვავებას, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ თქვენ მისი ტოლი და სწორი ხართ. შეიძლება თქვენ შორის არის რაღაცა განსხვავებები გარკვეულ სფეროებში, მაგრამ აი რაღაც ერთ მის სიმაღლეზე ხართ და ეს ადამიანი არ არის როგორ გითხრათ საზოგადოების აი მასაში არ არის გათქვეფილი. ცოტა უფრო მაღლა, ერთი საფეხურით, არა მარტო ფინანსურად, არამედ სოციალური სტატუსით რაღაცა ისეთი აქვს სამსახური, მაგალითად კარიერა. ზოგადად არის ეგეთი ხასიათის, ეგეთი ტიპია რა. ამიტომ გეუბნებით, ასეთ ადამიანთან დალოდება ღირს. მე ხა თქვენი ნება მე ვერ დაგაწალებთ, მაგრამ მოდი ვიკითხოთ მისი ნაბიჯები, მისი მოქმედებები თუ კი უნდა აი თვითონ მიხტა რა ხდება დარბის ეს გაშლა რომ დავიწყე ყველაფერი ფეხი აიდგა და სირბილი დაიწყო ჯერის ქვა გადმომივარდა მინერალური მე თვითონ არკანები ეხლაც უნდა მეულებოდეთ თუ არა ადამიანისგან ნაბიჯებს ეხლა ამ მომენტისთვის ჯერ ფიქრობს უნდა რომ აწონდაწონოს კარგად სიტუაცია როგორ რანაირად გააკეთოს ხო გეუბნებით დაფიქრებული ადამიანი აი რასაც ქვია 9 ჯერ დაბერებული რომ იტყვენ აი ეგეთი ადამიანია უნდა იდეაში რომ თქვენამდე მოვიდეს მაგრამ ჯერ გაკვირდებათ ეს ისეთია ამას ვერ მოატყუებთ ზოგადად ვერც მოატყუებთ მოდროვეთ ძალიან საინტერესოა უბრალოდ ყოველთვის ის რომ კარმული ეს ადამიანი თქვენთვის და რამდენადაც ესეთი დინჯია და რაღაცა ურთიერთობაში თუ გაიხსნა საკმაოდ ესეთი მოფლირტავე და საკმაოდ თავისუფალი და ღიაც შეიძლება იყოს ეს ადამიანი როცა გაიხსნება ურთიერთობაში ხა თქვენთან იქნება თუ სხვასთან ეგ არ ვიცი მაგრამ ზოგადად ეგეთი ხასიათის ადამიანია ეხლა რა არის ორჭოფობს მერყეობს არის ის ეხლა ამ მომენტისთვის რა გააკეთოს თუმცა გეუბნებით უნდა რომ თქვენამდე მოვიდეს შეიძლება მოსვლის მიზეზი აი თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსასწორ მიზეზად აირჩიოს რაღაც დღესასწაულის მოლოცვა მაგალითად რომ აი ვითომ საერთო ჟიამუში რაც შეიძლება ორივეს გიხაროდეთ თუ რაღაცა აი ვითომ ამ საერთო ჟიამულში ერთად რაღაცას აღნიშნოთ თუ რაღაც ანუ შეიძლება თუ ამ ადამიანთან გაქვთ ხოლმე რაღაც სახის შეხვედრა ისედაც რაღაც აი დაგიმთხვიოთ ან უბრალოდ მოგიოცოთ რა ვიცი ხა რა დღესასწაული მოდის ხო რაღაცა ეგეთი მაგრამ ეხლა მომენტისთვის გაკვირდებათ ძალიან ბევრს გაკვირდებათ და ცდილობს რომ თქვენს შესახებ შეაგროვოს ინფორმაციები, რაღაცები გაარკვიოს თქვენ ვინ ახართ, როგორი ადამიანი ხართ, თქვენს გარშემო ვინები ტრიალებენ, რა ცხოვრების სტილი გაქვთ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება თქვენი ახალი ნაცნობიც შეიძლება იყოს, ან შეიძლება ძველი, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ადამიანს აქ იმის სურვილი რომ თქვენ შესახებ რაღაცები იცოდეს, რაღაცა ცოდნა შეაგროვოს ინფორმაცია, ამიტომ ვიფიქრე, რომ ახალი ხო არ არის თქო, მაგრამ ნუ ხა ყველასთან ახალი ხო ვერ იქნება. ნუ ნაბიჯები ახლა რო გითხრას რომ ძალიან თავს გაიკლავს მეთქი
აი ერთი არკანით მიმანიშნე. რაიმე ბიჭს გადადგა, აი რაღაც ისეთივე მესამე ვარიანტი. აი ვერც ხო გავიგე, ვერც არა და ერთი არკანით მიმანიშნე ნაბიჯებს გადადგა, მესამე ვარიანტი. ისეთ რა არის? ეს არის ძალიან სერიოზული ადამიანი და თუ ეს პარტნერული ურთიერთობის მიზნით ჩაიფიქრეთ, მაშინ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ეძებს სტაბილური ურთიერთობისთვის პარტნიორს და აი რაღაცა პაჭაპუჭა ურთიერთობებს დროს არ დაკარგავს. შესაბამისად, აი ძალიან დაფიქრებულად იღებს მაგ გადაწყვეტილებას და კარგი გაგვაგონე პასუხით უშუალოდ მესამე ვარიანტო რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემ მაყურებელთან მიმართებაში. როგორც იქნება მოტვინავს. კი, გადმოდგავს ნაბიჯებს, ოღონდ აი ესე ნელა-ნელა ზოზინით, ფიქრით, ანალიზით, ხო არ ვიცი, ხო მე წაღან გითხარით ესეთი ადამიანი ხელიდან გასაშვები არ არის მეთქი, მაგრამ ახლა ვაიში კაცროთ. ახლა ამას რო წლები დაჭირდეს, რა ვიცი, გიღირთ, ახლა წლობით ამისოდინე, მე არ ვიცი. ამიტომ მე ახლა არ მინდა რომ ისეთი დანაპირები მოგცეთ რაღაც დროში აცდენილი, ხო? ახლა დრო შეიძლება და გვეკითხა, მაგრამ ტაროსთვის ზოგადად დრო არ არსებობს, სამყაროში დრო არ არსებობს, ეს ადამიანებმა ჩვენ გავერთეთ, როცა საათი გამოვიგვარეთ. ესე იყო ჩემო ძვირფასებო, მე ვფიქრობ ეს ადამიანი მაინც გამოვა კონტაქტზე, უბრალოდ რამდენი ხანი დასჭირდება ამაზე პასუხს გებულობას ვერ ვიღებ. არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს 2 თვე, შეიძლება ეს იყოს 2 წელი, არ ვიცი, ამიტომ ხო ნახეთ მე ეს კონკრეტული თარიღი არ მიკითხავს, მაგრამ ნუ რაღაც მხრივ შეიძლება რომ აი ეს მაისი ვახსენე წერან, ხო მახსოვს, შეიძლება რომ ამ პერიოდში რაღაც ნაბიჯი გადმოდგას. კი ბატონო, ეს იყო ჩემი ძვირფასებო, მე ხლა ამ გაშლაში ძალიან ესე სიღრმისეულ ანალიზს ისედაც არ ვაპირებდი. ამიტომ გელოდებით ლაიქებში, გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და პირადი თქვენი კონკრეტული საკითხების კონსულტაციის მსურველებმა შეგიძლიათ დამეკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 68. აბა ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ ნახვამდის.